დაახლოებით 9 საათის წინ დასრულდა სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს ხდომა. დღეს ფაქტობრივად არ ჩატარებულა, ანუ 7 მოწმე იყო, პოლიციელი, გამომძიებელი, გამოძახებული მოწმე სასამართლო პროცესზე, მაგრამ მაგამდე საქმე ვერ მივიდა. აგვისტოზე ერთი სიტყვაც არ არა, მაგა მაინტერესებს. ივლისში რომ აი ესეთი ამხელა პრობლემა იყო ამ სამ დავასრულოთ, ნახეთ. მითხარით აგვისტოში რა ხდება და სასამართლომ თავისი გრაფიკიდან გამომდინარე განსაზღვრა, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ის სამართლი არ აქვს. სიმართლე რო ვთქვა, მიუხედავად სამართლებრივი ცოდნისა, ცოტა რთულია ავხსნათ რა მოხდა პროცესზე, იმიტომ რომ რაც მოსამართლემ გააკეთა, გაცდენილი არის სამართლებრივ ჩარჩოებს. მაშინ, როდესაც არ სურდათ სინდისის პატიმრებს, მათი მისამართით დანიშნული იყო კონკრეტული სახაზინო ადვოკატი, რომელიც არის სახელმწიფო რესურსის წარმომადგენელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ საქმეში. მაინც დაუნიშნა მას სავარაუდოდ იქნება ერთი ადვოკატი, რომელიც დაიცავს 11-ვე ბრალდებულს ჩვენთან ერთად. რაღაცა ძალიან სწრაფის მართლმსაჯულებაა და რამდენჯერ გავიმეორებთ, რომ სისწრაფეს საერთოდ არ ვითხოვ, ჩვენ გვინდა სამართლიანი მართლმსაჯულება. სისწრაფეში შეიძლება სიმართლე დაიკარგოს. კიდევ ერთხელ ვაღარ დავუბრუნდეთ ამ საკითხს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო მოსამართლე ადვოკატის დანიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და იგივე საკითხებთან დაკავშირებით ერთ-ერთი სინდისის პატიმრის ადვოკატი ვერ ესწრებოდა დღეს სასამართლოს ხდომას და ამის შესახებ მოსამართლემ ერთი თვით ადრე იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩანიშნა დღევანდელი პროცესი და ირაკლი ქერაშვილმა პროცესზე თქვა, რომ უნდა გასულიყო სასამართლო დარბაზიდან, იმიტომ რომ მას ადვოკატი არ ყავდა დამცველად და შესაბამისად მას სურდა რომ დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი, რის შემდეგაც ნინო გალუსტაშვილმა უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იყო სახაზინო, ანუ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა. მოსამართლე როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, არ დაასაბუთა საერთოდ კონკრეტული მუხლით, არც პუნქტით, არც რომელიმე ქვეპუნქტით, ვინაიდან ვერ დაასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან ამგვარად სავალდებულო ადვოკატის ჩანიშვნას საერთოდ პროცესი არ ითვალისწინებს, შესაბამისად ვერანაირი დასაბუთება ჩვენ ვერ მოვისმინეთ დღეს მოსამართლის მხრიდან. ამ გადაწყვეტილებას ცხადია პროტესტი მოყვა ადვოკატების მხრიდან, ადვოკატები ეუბნებოდნენ და არგუმენტირებულად უსაბუთებდნენ მოსამართლეს, რატომ იყო არასწორი სახაზინო ადვოკატის დანიშვნა, როდესაც ყველა სინდისის პატიმარს ყავს თავისი კერძო ადვოკატი და ზოგს 2 და 3-იც კი ყავს. რეალურად სახელმწიფო ედავება ამ ბიჭებს, რომ დააზიანეს კონკრეტული ქონება, პიროვნებები და ასე შემდგომ და სახელმწიფო რესურსით ერთვება ადვოკატი. ანუ ცდუნება იმის, რომ შეიძლება ადვოკატი შემოვიდეს განსხვავებული ინტერესებით, ბრალდებულებთან მიმართებით, ასევე მას ჰქონდეს სპეციალური პოლიტიკური მოტივაციაც ამ საქმეში, რომ პროკურატურას შეუწყოს თეთრი ძაბით შეკრებილ საქმეზე, რომ როგორმე რაიმე სახის კითხვებით ან მტკიცებულებებით გაამყაროს მათი პოზიცია ან შექმნას, მაინც ეს არის ძალიან რეალური. ამიტომ გქონდა ძალიან სწორი პრეტენზია დაცვის მხარისას და თავად სინდისის პატიმრებსაც, რომ ჩვენ არ გვსურს იმ ადვოკატის ჩართვა, რომელსაც პიროვნულადაც არ ვიცნობთ, იმიტომ რომ თუ ინტერესებშიც იქნება სხვაობა და მაგალითად ამ დროს ინტერესებში არ იქნება იმ პიროვნების მიერ დაცვა, რომელსაც საერთო ხედვა არ აქვს ამ დროსთან დაკავშირებით, თუნდაც იმ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს დღეს, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს პროცესებს. და აი ამის ამ არგუმენტების საფუძველზე მათ მოსამართლის არიდება მოითხოვეს, მაგრამ ცხადია ნინო გალუსტაშვილმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და საბოლოოდ დღევანდელი სხდომა სასამართლო სხდომა ამით დასრულდა. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ის არ ცვლის პოზიციას და სახაზინო ადვოკატი დაენიშნება 11-ვე სინდისის სინდისის 11-ვე პატიმარს, რაც პროცედურულად ნიშნავს იმას, რომ შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც უკვე არის 26 ივნისს, ანუ დღეს არის 24 ივნისი, ზეგ სახაზინო ადვოკატი უკვე უნდა გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, პლუს მას უნდა შესწავლილი ქონდეს უამრავი მასალა, ეს არის უდიდესი სისხლის სამართლის საქმე, მოგეხსენებათ 11 ადამიანის ეგრეთ წოდებულ დანაშაულს ეხება და ამ ადვოკატს მოუწევს აი ამ დღე-ნახევარში ფაქტობრივად გაეცნოს ამხელა ტომეულს, ამხელა სისხლის სამართლის საქმეს, პლუს ვალდებულება აქვს ესეთი სამართლებრივი, რომ უნდა შეხვდეს სინდისის 11-ვე პატიმარს და მათგან უნდა აიღოს თანხმობა, მაგრამ რაც მთავარია დღესვე, დღევანდელ სასამართლო პროცესზევე 11-დან რამდენიმემ დააფიქსირა ესე ხმამაღლა თავისი პოზიცია და თქვა, რომ თვითონ პოლიტპატიმრების პოზიცია ეგეთი, რომ არ სურთ სახაზინო ადვოკატის დანიშვნა, მათ უკვე ყავთ კერძო ადვოკატები, რომლებსაც ენდობიან. არის ძალადობა, რაც თქვენ გააკეთეთ ზაღად.
ანუ რაღაცაზე გეუბნებით არ მინდა თქვა და ძალით მაკეთებინებთ, ანუ ეგ არის ძალადობა, ფსიქოლოგიური გინდა დაარქვით, გინდა ფიზიკური, გინდა მორალური დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით. მეორე მე ვენდობი ჩემ ადვოკატსთან, რავი, შეიძლება ბავშვი მოვანათლიო ჩემს ადვოკატს, ისე იმდენად ვენდობი და რატომ ინიშნავთ ამ იმას სხვა ადვოკატს? არ მესმის, ვერ ხვდები, ჯერ რომ მოვიდეს, ვერ ვენდობი, ამ ფიზიკურად ვერ ვენდობი და რატომ მინიშნავთ ვერ ხვდები და ამას გარდა კიდე მე მჯერა მომავლის რა და ამ შემთხვევაში ადვოკატებმა და იურისტებმა უკეთესად იციან რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს და ალბათ უკეთესად ჩამოაყალიბეს, მაგრამ მე ასე გეტყვით, რაც გინდათ ის გააკეთეთ. რავი, სამომავლოდ გამოგვადგება აქეთ ვფიქრობ. შესაბამისად, დიდი ალბათობა იმისა, რომ სინდის პატიმრებიდან არც ერთი არ დათანხმდეს ახაზინო ადვოკატის დანიშვნას და შემდეგი პროცესი უბრალოდ გაგრძელდება კერძო ადვოკატების მონაწილეობით და ფიზიკურად ისაც შეუძლებელია, რომ დღენახევარში ეს ახაზინო თუნდაც ერთზე მეტი იყოს დანიშნული, მათ შეძლონ და გაეცნონ ამხელა სისხლისამართლებრივ დოკუმენტაციას. თუ იმას წარმოუდგენია, რომ ამდენად ტომიანი საქმე, რომელსაც 6 თვე ავიხილავთ არსებითი წესით სასამართლოში, ვინმე შეუძლია ერთ დღეში გაიცნოს, პლუს შევიდეს პენიტენციურ დეპარტამენტში, გაიცნოს ბრალდებულს, მის ინდობა მოიპოვოს, რომ ის თანახმა იყოს, რომ ის ინტერესები დაიცვას. არ ვიცი, ფანტასტიკის სფეროდანაა და იმედია ძალიან ღირსეული სამსახურიდან, როგორც არის იურიდიული დამხმარების სამსახური, მივიღებთ ღირსეულ ადვოკატს, რომელიც ისეც გამოხატავს მის პოზიციას, რომ ვერ შეძლო ბრალდებულთან კომუნიკაცია, ვერ შეძლო საქმის მასალების გაცნობა და შესაბამისად ვერ შეძლებს მის დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოს ხელს. რამდენიმე კერძო ადვოკატს ველაპარაკე და მათ ჰქონდათ ეგეთი ვარაუდი, რომ რეალურად ნინო გალუსტაშვილს უნდა რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღოს უკვე ივლისის ბოლოს, ანუ აგვისტოს ბოლოს გასდის სინდისის 11 პატიმრის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა. შესაბამისად ნინო გალუსტაშვილი ჩქარობს და უნდა რომ ივლისის ბოლომდე მიიღოს უკვე გადაწყვეტილება და არ მოუწიოს 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ ადამიანების გარეთ გაშვება, ანუ ციხიდან გაშვება. მოგეხსენებათ, რომ წინასწარ პატიმრობა შემოისაზღვრება 9 თვიანი ვადით და თუ 9 თვეში სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მოსამართლეს უკვე ვალდებულება აქვს, რომ ეს ადამიანები გამოუშვას ციხიდან, ანუ გამოვიდნენ ეს ადამიანები ციხიდან და სასამართლო პროცესებს უკვე გარედან დაესწრონ. ის 9 თვე თავის თავში მოიცავს, მათ შორის გამოძიების ვადასაც. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ვადას დაემატა დამატებით 2 თვე, როცა პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა, არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვა, არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია, თქვა რომ 150 კაცს გამოკითხავდა და არ გამოუკითხავს, ნაცვლად ამისა გაგზავნა რაღაც ნახევარგვერდიანი წერილები ისევ სახელმწიფო უწყებებში. ის ნიშნავს, რომ ვადა არ გამოიყენეს, აითვისეს არასათანადოდ და ეს ვადა დააკლდა სასამართლო წარმოების ვადას. იხლა პროკურატურის ამ სიუქმის და საახალწლო გემრიელი დასვენების საკომპენსაციოდ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხდომები უნდა ჩაატაროს ყოველ მეორე დღეს. ბუნებრივია ადვოკატები, ვინც სასამართლოს ხდომაზე მონაწილეობს, დაკავებული ვართ სხვა საქმეებით და არ არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ადვოკატი, რომელიც ერთ რეალურ დროში მხოლოდ ერთ საქმეზე იქნება დაკავებული, ეს აბსოლუტურად გასაგებია და პლუს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ სასამართლოს ხდომას განსაკუთრებით მოწმეთა დაკითხვის რეჟიმში ჭირდება მომზადება. იხლა ეს უბრალოდ გაღრმავდა დარღვევის ფარგლები და ჩარჩო და სასამართლომ ადამიანურ ენაზე რო თქვა, კერძო ადვოკატების შეთანხმებით. ადვოკატები შეგვაშინა, რომ თქვენ არ მოხვალთ და არ მოვლენ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფები, მე მაინც ჩავატარებ ხდომებს. ჩემი კომენტარი რაც გავაკეთე იყო ესეთი, რომ ის სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპზე მითითება გადაწყვეტილების მიღებისას არის მარტივად რო ვთქვათ, სამართლისგან ძალიან შორს. იმ მიზეზით, რომ სწრაფი მართლმსაჯულება არის ბრალდებულის უფლება და არა მისი ვალდებულება. შესაბამისად, ნინო გალუსტაშვილის ხა გადაწყვეტილებას თუნდაც მათე დევიძესთან დაკავშირებით, რომელსაც 4 თვე და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ალბათ ცხადია, რომ სინდისის 11 პატიმარზეც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი შანსი არის ყოველ შემთხვევაში ამის. შესაბამისად, მოსამართლე ჩქარობს ადვოკატების აზრით და უნდა რომ ივლისის ბოლომდე, საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ ეს იყო რაღაცნაირად
რაღაცნაირად მესიჯი კერძო ადვოკატებისთვის, რომ მათ პროცესები აღარ გააცდინონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი არესტირებოდა სასამართლო პროცესს და თან მოსამართლემ ამ შესახებ იცოდა, მაგრამ მაინც დანიშნა სასამართლო პროცესი. კერძო ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მათთვის გაფრთხილება, რომ შემდეგი სასამართლო პროცესებზე მაქსიმალური დასწრება იყოს ადვოკატების მხრიდან, რათა ნინო გალუსტაშვილმა შეძლოს და ივლისის ბოლომდე გადაწყვეტილება უკვე გამოიტანოს. აი თითქოს რომ რომელიმე ადვოკატმა კიდევ გადაწყვიტოს და არ მოვიდეს, არ ვიცი რატომ უნდა გადაწყვიტოს რომელიმე ადვოკატმა, ეს ერთი შემთხვევა ესეთი წარსულში არ ყოფილა და პრაქტიკიდანაც ვერ დაასახელებს რომელიმე შემთხვევას, რომელიმე ჩვენგანი განზრახ არ მოვსულიყავით პროცესზე, თუმცა მიუხედავად ამისა, პრევენციულად არასამართლებრივი ტერმინი გამოიყენა, პრევენციულად, რომ ადვოკატმა ეს გადაწყვიტოს, რომ წინასწარ ამიტომ გადაწყვიტა მოსამართლემ ეს, რაც არის არასამართლებრივი და არ გამომდინარეობს საერთოდ არაფერს. ხო, ადვოკატებსაც არა აქვთ, ხო? ანუ ადვოკატები ვერ ახერხებიან რომ დაესწრო. სულად გათვალისწინებული იქნა ამისა, რომ დავასრულოთ. ივლისში სადღაც შეგითახდათ, ასე ვანდრო, არ მინდა თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა, იმიტომ რომ ივლისში მაშინ დაკავშირებით რატო შევთანხმდით ივლისში და 12 საათამდე ვიმიჯდებოდით აქ? თარიღები განსაზღვრა ამ თარიღებთან დაკავშირებით ვაბარებდნენ გამომდინარე. დავასრულოთ, იმიტომ რომ მე აღნიშნული პროცესი ამაზე ვთანხმდებოდი, განგიმარტეთ ასე რომ იგივე საკითხი. განვიმარტეთ, ჯერ ეგრევე რომ გადაწყვეტილებას იღებთ, იქნება რას გეუბნებით ისეს რომ შეცვალოთ ეგ გადაწყვეტილება. ანუ ესე დარწმუნებული ხართ თქვენ თავში, რომ რასაც მიიღებთ, ყველაფერი სწორია? არა, არაფერი არ არის სწორი, რაც აქამდე მიგიღია. დავასრულოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ მხრივ, რომ გუშინ გავიგეთ ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას ხვდავს იდეაში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალოდ ჩანაწერი არსებობს სასამართლოში მედიის მუშაობაზე. მათ შორის მედია შესაძლოა მეორე კვირის დასაწყისიდან უკვე საერთოდ აგვეკრძალოს ფოტო და ვიდეოს გადაღება. მე ონლაინ მედიას წარმოვადგენ და შესაბამისად შიგნით გადაღება ისედაც არ შემიძლია. ანუ ფოტოს და ვიდეოსი, მაგრამ აქამდე თავისუფლად სარგებლობდი ხოლმე გადაღების უფლებით კორიდორშიც და ეზოშიც, მაგრამ აი ამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესაძლოა მედიას არ შეეძლოს უკვე არათუ პროცესებზე, ვისაც ამისი უფლება ქონდა, მაგრამ კორიდორში და ეზოშიც კი აღარ შეეძლოს ვიდეო და ფოტო ტექნიკით მუშაობა და ასევე აი ამ ინიცირებულ კანონპროექტში არის ეგეთი ჩანაწერი, რომ შესაძლოა მედიის წარმომადგენლებს გარეთ და მოუწიოთ ხოლმე ამ ვიდეო ფოტო ტექნიკის და ასევე მობილური საშუალების დატოვება. ხო, ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, წეგან მანდატურს ველაპარაკებოდი, ვერ ჩავწერე სამწუხაროდ ეს ხმა და ის მანდატური მეუბნებოდა, რომ ხო, აბა რა გინდათ მედიის წარმომადგენლები პროცესების დროს ძალიან ხვაურობთ ხოლმეო და აი მიშოს დროს იყო ესეთი რაღაც, რომ ეზოში წერდნენ ხოლმე რესპონდენტებსო და თქვენც ასე მოგიწევთო. ხო, მიშოს დროს ასე რომ იყო, ზუსტადაც რომ ქართულ ოცნების პოლიტიკა იყო ხოლმე მიმართული მიშას ეგრეთ წოდებული ნაცების პოლიტიკის საწინააღმდეგო იდეაში, მაგრამ რაღაცნაირად ერთ-ერთში იმეორებენ ზუსტად იმავეს, კი ნაციონალური მოძრაობის პირობებში იყო სასამართლოს სხდომების გადაღება აკრძალული და ფაქტობრივად იმავეს აპირებს ქართული ოცნება. ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ბოლო სასამართლო პროცესებზე განსაკუთრებით ვამბობ თორე წინა სასამართლო პროცესებზეც იყო ეს შემთხვევები, განსაკუთრებით მძაფრად გამომჟღავნდა მოწმე პოლიციელების დაკითხვის დროს მათი ასე ვთქვათ ალოგიკური ჩვენებები და იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც უშუალო ეგრეთ წოდებულმა მოწმე პოლიციელმა, ანუ ვინც დამკავებელი იყო, ვერ იცნო ის ადამიანი, რომელზეც ამტკიცებდა, რომ დავაკავეო. ეს იყო სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვალერი თეთრაშვილზე მისმა ადვოკატმა კითხა მოწმე პოლიციელს, რომელიას ცნობოდა, მან სხვა პოლიტპატიმარზე მიანიშნა, როდესაც იმ სასამართლო პროცესზე ვალერი თეთრაშვილი საერთოდ არ იყო. ასევე გუშინ იყო ძალიან საინტერესო გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესზე, როდესაც გამოკითხვე გიორგი ახობაძე უსვამდა მოწმე პოლიციელს კითხვებს და გაღიზიანებულმა პოლიციამ უთხრა ეგეთი რაღაც, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია წამებაც და მოკლაც, მაგრამ ამას ხوار ვაკეთებთო. რატომ როგორ არ შეუძლია, კაცო, ყველაფერი შეგვიძლია, წამებაც შეგვიძლია, ადამიანს მოკლაც შეგვიძლია, მაგრამ ამას ხوار ვაკეთებ და ესე ხوار ვიქნები. რატომ ხი გინდა თქვა იქ? ორ ადამიანს შეეძლო.
ანუ აი ესეთი დეტალები სავარაუდოდ მოსამართლეებისთვის არის დისკომფორტი, როდესაც მედია არის ხოლმე სასამართლო დარბაზებში, იმიტომ რომ იმდან ცხადი არის მოწმე პოლიციელების ალოგიკური ჩვენებები, ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ადვოკატებს ისინი ტყულში დაუჭერია. სავარაუდოდ ეს მოსამართლეების დისკომფორტის გამო მათ ვიღაცას სთხოვეს, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა და არ დააყონა ყველაფერმაც და ძალიან სწრაფ დაჩქარებულ პირობებში ახლა იღებენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გარდა მედის მუშაობის შეზღუდვისა ძალიან სერიოზულ ცენზურის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეა მიმართული.